თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული დამწერლობის უნიკალურობის კიდევ ერთხელ წარმოჩენას და მისი კულტურული და ეროვნული მნიშვნელობის ხაზგასმას. ამ საკითხებზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა მოხსენებები წარმოადგინეს. ღონისძიება ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა გახსნა. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ორგანიზატორთა განმარტებით ეს ღონისძიება სტუდენტებს საშუალებას აძლევს ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებით ცოდნა კიდევ მეტად აიმაღლონ და შეიცნონ მისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა. კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. მივესალმები ამ ძალიან საინტერესო კონფერენციას, ასევე ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ქართულ ანბანს ეძღვნება. მოგეხსენებათ, ქართული ანბანი ერთ-ერთი ნიშანია ჩვენი თვითმყოფადობის, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და ველოდები, რომ დღეს იქნება ძალიან საინტერესო სამეცნიერო მოხსენებები. გავხსენით ჩვენი მდიდარი ფონდები, რომელიც ყოველთვის არ არის რასაკვირველია ყველასთვის ხელმისაწვდომი და ჩვენს სტუდენტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ უშუალოდ საკუთარი თვალით ნახონ უძვირფასესი წიგნები, რომელიც დაკავშირებულია ქართულ ანბანთან. ეს გახლავთ ძველნაბეჭდი ქართული წიგნები, რომელიც იტალიაში, რომში დაიბეჭდა ქართული ანბანი და ქართული გრამატიკა. ქართული დამწერლობა ყოველთვის იყო დიდი კულტურული ძეგლი, ამიტომ მინდოდა რომ ჩემი წვლილი შემეტანა მის უფრო სიღრმისეულ შესწავლაში.